Ბათუმში მასწავლებელთა სახლი იხსნება, ცენტრი სავარაუდოდ სექტემბერში ამოქმედდება და აჭარის განათლების ფონდის შენობაში განთავსდება. უახლოეს დღეებში კი ტრენერთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება. მასწავლებელთა სახლის ფუნქციონირების შესახებ დღეს სამმხრივ მემორანდუმი აჭარის განათლების სამინისტროს, განათლების ფონდსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა. ხელშეკრულება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობას, ტრენინგ მოდულების შემუშავებასა და ცენტრის შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ბათუმის მასწავლებელთა სახლი აჭარის ყველა სკოლის 7000-ზე მეტ პედაგოგს მოემსახურება. მისი მიზანი პედაგოგთა კვალიფიკაციას ამაღლება და მათი პროფესიული განვითარება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბათუმის მასწავლებლის სახლს დაეხმარება აბსოლუტურად ყველაფერში, რაც ჩვენი დახმარება დაჭირდება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ტრენერთა შერჩევაში, შემდეგ ტრენერთა ტრენინგში, ტრენერთა მომზადებაში, დაგეგმვაში, ახალი პროექტები, რომელიც ჩვენთან ხორციელდება აქ შემოტანაში და ასე შემდეგ. ყველაფერი მიმართული იქნება იქითკენ, რომ მოხერხდეს მოკლე და გრძელვადი ტრენინგები, მასწავლებელთა გადამზადება, ყველა იმ აქტუალური საკითხის განხილვა, ხელობაში არის მეთოდოლოგიური საკითხები, ინოვაციები, რომელიც დღესდღეობით არის განათლების სისტემაში და ასევე არსებითია, რომ მოხდეს წლებში გამოცხადდება კონკურსი ტრენერების საკონტროლებას. ეს საზოგადოება სათელობრივი კადრებით იქნება დაკომპლექტებული. მასწავლებელთა სახლი აღიჭრება თანამედროვე ტექნოლოგიებით, ანუ იმ ყველაფერი აქ გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რათა მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ გაეცნონ თანამედროვე მეთოდებს, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ მიღწეული იქნება ის საბოლოო მიზანი, ვისაც შექმნილია მასწავლებელთა სახლი და ეს არის სწავლისა და სწავლების დონის ამაღლება სკოლებში, მასწავლებელთა პროფესიული, ასე ვთქვათ, ხარისხის ამაღლების გზით.